ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისმშობლის სწრაფ შემსმენელი ხატის დღეს აღნიშნავენ. ხატი ათონის მთაზე დოქიარის მონასტერში არის დაბრძანებული და დღემდე უნებლად არის შემონახული. გადმოცემის თანახმად ხატმა სასწაულმოქმედი ძალა პირველად 1664 წელს გამოავლინა, როდესაც მოულოდნელი სიბრმავით დასჯილდა კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარ ნილოს, თვალები აეხილა და მხედველობა დაუბრუნდა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძარში მამა ვაჟა სონღულაშვილმა აღავლინა. ქრისტე აღსდგა ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს არის ხსენება დღესასწაული სწრაფ შემსმენელის ღვთისმშობლის ხატისა და თქვენ იცით რომ საქართველოს და ქართველმა ერმა ძალიან შეიყვარა და უყვარს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დიდი სასწაულება აქვს და რა თქმა უნდა ისე როგორც ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ესე სწრაფ შემსმენელი ღვთისმშობლის ხატი ძალიან გამორჩეულად დიდი კრძალული დამოკიდებულება აქვს ქართველ ერს. და რა თქმა უნდა უდიდესი სიწმინდი არის ეს ხატი ათონის წმინდა მთაზე დოქიარის მონასტერში არის დავანებული ორიგინალი ხატი. დღევანდელ დღეს დიდი ზარზეიმით ღამის მსახურების შემდეგ ხდება ხოლმე ამ ხატით ლიტანიობა და ამ ხატს ჩვენ ვევედრებით ხოლმე სწრაფ შემსმენელია, სწრაფ შემწია და გაჭირების ჟამს, განსასწრელი ჟამს ვევედრებით და ძალიან დიდ სასწაულებს ახდენდა და ახდენს ხოლმე კიდევაც დღესაც. დღეს ღვთისმადლით და ღვთისწყალობით ჩვენ მთავარანგელოს ტაძარში გონდა სადღესასწაულო მსახურება. ჩვენ უფლის მადლით და ღვთისმშობლის შემწეობით ჩვენ ტაძარში არის მობრძანებული, წლების წინ მობრძანდა ეს ძვირფასი ხატი და ამ ხატთან ერთად შევასრულეთ ლიტანიობა და შევთხოვეთ საქართველოს და ქართველი ერის კეთილდღეობა. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ.